ამისი გამბედაობა არ იქნება და სანამ ეს გული არ იქნება, ოთაშორის იგივეა ფსიქოლოგიაში, იგივეა იოგაში და ასე შემდეგ. სანამ ეგ არ არის, არაფერი არ არის. აი მაგისი გაღვიძების თემა არის, მაგის ტექნიკებიც არის, მაგის პრეზენტინგის და სპიკინგის სხვადასხვა მაგალითები, კლასები, кейსები და განხილვა შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ და ეგეც ერთ-ერთი მორთულობაა, საერთოდ შეიძლება წავიყაროთ. ნუ გარდა მაგისა, მაგ ეს პაციენტთან ექიმების კომუნიკაციის თემები, ეს ცალკე ნიშნული პროექტია და ნუ თვითონ იოგა, stress reduction, სტრესის შემცირების იოგა და ფსიქოლოგიური საუბრები ეს კომპანიებისთვის გასვლით ღონისძიებებზე და ასე შემდეგ მაგას თავაზობ ხოლმე. მაგრამ ინდივიდუალურად და ეს სამი მართულება ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი ლიდერობის თემა, მოლაპარაკებების თემა და საკუთარი თავის უკეთესად საკუთარი იდეების გადაცემის თემა, იდეების გაზიარების თემა, პრეზენტაციები და არქ თუ გინდათ, მაგრამ არ მიყვარს ეს სიტყვა, სხვაგან მიყავ ხარ, იდეების გაზიარება, ეფექტური იდეების გაზიარება. იდეების ეფექტურად გაზიარების თემა. აი ამ სამი მართულებით შემიძლია კოუჩინგის გაკეთება.